და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ირაკლი ქადაგიშვილი ქართული ოცნებიდან. დღევანდელი საუბრის მთავარი თემა იქნება ჩვენი ევროკომისიის გაფართოების ანგარიში. აქვე შეგახსენებთ, რომ ანგარიში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მხოლოდ ფორმალურად არის კანდიდატი ქვეყანა და რომ საქართველოს კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან. ევროკავშირის ელჩმა კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებისთვის. როგორ პასუხობს ამ შეფასებას და მსგავს მწვავე განცხადებებს ხელისუფლება, სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით ახლა ირაკლი ქადაგიშვილთან საგამოშვიდობის. საბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში და მინდა დღეს თქვენთან დასაზოგადოებისთვის რომ უკეთ გასაგები იყოს, იმიტომ რომ მუდმივად გვესმის ეს მწვავე შეფასებები და რაღაც ფრაგმენტული მერე თქვენი პასუხები და მინდა რომ დღეს თქვენთან ერთად რაღაცნაირად გავყვე ამ დოკუმენტს, აი ეს ძირითად ნაწილებს და მოვისმინოთ თქვენი შეფასებები და რა ვიცი, აი მოდით ჯერ ზოგადად დავიწყოთ, რომ ზოგადი პასუხი როგორია თქვენი, ვგულისხმობ, როგორ შეიძლება ხელისუფლება ამტკიცებდეს, რომ აგრძელებს ევროპულ კურსს, ხო, თქვენი ოპონენტები მაგალითად ამბობენ ამას, როდესაც ბრიუსელის საპირისპიროს ამტკიცებს. მოდით აი პირველ რიგში ამით დავიწყოთ და მერე გავყვები პუნქტს. მოკლედ მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებით, რომ სხვაზე უფრო დეტალურად შევჩერდეთ. ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, მათ რიტორიკაში, ყოველ შემთხვევაში, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოპარება საქართველოში ეს ოპერაცია ჩავარდა, მიხეილ სააკაშვილი იქნა დაკავებული და მის მერე დაიწყო საქართველოს ბულინგი. ყველას კარგად გვახსოვს, ხო? რა დღეში გაატარეს საქართველო? მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ კლავთ, ვაწამებთ და რა ვიცი, რაც კი შეიძლება საშინელება დააბრალო ხელისუფლებას, ადამიანს, ყველაფერი დააბრალეს საქართველოს. იღებდნენ ამაზე რეზოლუციებს და მათ შორის ატარებდნენ ეგრეთ წოდებულ საექიმო სპეცოპერაციებსაც. რას გულისხმობთ? აი რას გულისხმობთ და წინდაში რო გაქონდათ მასალა თითქოს პოლონელ ექიმს. რა თქმა უნდა. ანუ ეს მხოლოდ ერთი პატარა ასე თქვათ რემარკი მოვიყვანე თუ როდიდან დაიწყო თურმე საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა. ანუ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ განსაკუთრებით აი ბოლო 1 წელი, 2 წელი, რომ ყველა კვლევა, რომელსაც კი საერთაშორისო რეიტინგული კომპანიები, ყველაზე ავტორიტეტული, რომელთა დასკვნებს ეფუძნება, მათ შორის რეალური გადაწყვეტილებების მიღება, სახელმწიფოების მხრიდანაც და დიდი ინვესტორების მხრიდანაც. მათ შორის კვლევები, რომელიც უშუალოდ ევროკომისიის შეკვეთით კეთდება და ქვეყნდება მერე როგორც მათ შორის გაფართოების მიმართულებით ქვეყნების ერთგვარი, ასე ვთქვათ, პოტენციალის და შეფასებისათვის, ხო? ეხლა შეგვიძლია ეს ყველა კვლევა მოვიტანოთ, ბევრჯერ ეს თქმულა, კვირა არ გავარო, რომ რაღაცა კვლევის შედეგი არ დაიდოს და საქართველოს არის მართლაც ლიდერი სახელმწიფო. ეს ეხება მართლმსაჯულებას, ეს ეხება ეკონომიკას, სახელმწიფო მართლობის სისტემებს, თუ სოციალურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ანუ არის ერთი მატერიალური მხარე, რომელიც ყველა მხრივ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა არა თუ კანდიდატ ქვეყნებზე წინა. რატო ვერ ხედავს ამას? თავად ევროკომისია ხო ვინც რეალურად ატარებს მაკეთკენ მივდივართ, ხო და ამიტომ ეს არის ერთი მხარე. ასე ვთქვათ, მატერიალური მოცემულობა, რეალობა. როგორც იტყვიან, რა ხდება რეალურად მიწაზე. მეორე არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ინტერესი. აი აქ არის სწორედ, ასე ვთქვათ, აი ეს, ასე ვთქვათ, შეუმდგარი კონტაქტი. მათი პოლიტიკური ინტერესი არის სხვა და საქართველოს პოლიტიკური ინტერესი არის სხვა. უფრო დიდ კონტექსტში რო ვთქვათ, მათი პოლიტიკური ინტერესი არის ერთი რამ, რომ საქართველოში ყავდეთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც პრინციპში თლიანობაში იქნება ყველა დაკვეთის შემსრულებელი. და ამ გეოპოლიტიკური ბრძოლის და ომის ფონზე საქართველოს გაბედა და თქვა, რომ მე ვერ გავხდები ამ დიდი ომის მონაწილე მხარე პირდაპირი გაგებით. თუმცა რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურად ყველა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაში ვიქნები სწორი, მართლზომიერი და საქართველოს პირველი. მათ შორის სანქციებშიც. რა თქმა უნდა. ამბობდა საქართველოს და მინდა ზუსტად კი ბატონო, თუ გინდა დავასრულოთ, მინდა გადავიდე რომ სანქციებიდან დაწყებული ყველა საკითხია. ამიტომ ეს ეხლა გახდა ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თემა. და ამას მოყვა მერე იგივე
არჩევნების შედეგებთან შესაბამისი დამოკიდებულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა აღარ გავაგრძელებ და აი მინდა რომ გავყვე მაგალითად აი ვახსენეთ სანქციები. ამავე დოკუმენტში სანქციებზე მაგალითად ანგარიშში საუბარია რომ ისევ თან ამაზე ხო მუდმივად მიგვითითებენ ევროკავშირიდან რომ საქართველოს არ შეერთებია ევროკავშირის სანქციების უმრავლესობას რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ და იქვეა ხაზგასმული უკრაინის შეშფოთება იმის გამო რომ საქართველოს სანქციებს არ უწესებს რუსეთის ფედერაციას. არა და ზუსტად ერთი კვირის წინ იყო ხო ევროკომისიის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი წერილი რომელმაც თქვა რომ საქართველოს კეთილსინდისიერად ასრულებს ამ სანქციებს. აი ეს აცთენა როგორ ხდება ხო ისიც ხომ ევროკომისიის თუ ევროკავშირის წარმომადგენელია ესეც ევროკომისია. ეს არის პოლიტიკური მარტო სანქციების თემა ერთი მიზანია ხო? რა არის პოლიტიკური მიზანი? რომ შენ როგორც კანდიდატის მონიჭების დროს არ მოგანიჭეს და აქ მიტინგები მოგიწყეს, ხო, მერე გაფართოებას მოლაპარაკებასთან სხვას გაუხსნეს, შენ არ გაგიხსნეს, რომ კიდევ აქ მიტინგები მოეწყოთ და ასე შემდეგ. ეს ჩანაწერიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ესეთი. მაგალითად, 2 წლის წინ ჩამოსული იყო ამერიკის, ინგლისის და ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც ამ სანქციების შემსწავლელი და თავის არიდება ხوارდება უმაღლესი შეფასება. არა მარტო, ასე ვთქვათ, მატერიალურად რო არ ვატარებთ. თვითონ სისტემა გვაქვს ძალიან კარგი და მოწესრიგებულიო. ეს ერთი. ეხლა თუ რაღაც 2 კვირის წინათ იყო ამ დევიდ ოსალევანის წერილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კეთილსინდისიერად იცავს. თან ეს იმაში რატომ როგორ ხსნით რომ ანგარიში ასე წერია და თანი ხაზგასმული უკრაინა შეშფოთებული. ანგარიში რატომ წერია ეს? ანგარიში წერია ეს, იმიტომ რომ ეხლა დავაკვირდეთ რას ლაპარაკობს ჩვენი ოპოზიცია. ეს ხო უნისონშია. ნუ ყოველ პარტალში ერთხელ მაინც უნდა გამოცხადდეს, რომ საქართველოს არის შავი ხვრელი, რომელიც რუსეთს ამარაგებს, მათ შორის ხშირად უთქვიათ იარაღითაც, ხო? ამიტომ ხდება ეს, რომ საქართველოზე ზეწოლის ერთგვარი ერთ-ერთი მექანიზმი ამით შექმნა. ეხლა რაც შეეხება ჩვენ რეზოლუციაში ჩაგვიწერეს. ხა პირდაპირ რო ეკითხები გეუნებიან ჩვენ ეგეთ რამეს არ მოვითხოვთ, მაგრამ ხომ ხედავთ რომ რეალურად საქმეზე რომ მიდის და ზეწოლაზე რომ მიდის, გეუბნებიან ამას. რატო არ დაუწესეთ პირდაპირ სანქციები რუსეთს? ხა რას ნიშნავს რუსეთისთვის პირდაპირ სანქციების დაწესება, ხო? ერთია ეკონომიკა. გასაგებია ეკონომიკა და ნუ ვიღაცა იტყვის რომ არა უშავს კაცო ისა რა ქვია ბალახს შევჭამთ, ამას მოვითმენთო. ხო, მაგრამ ვინ შეჭამს ბალახს, ეხლა მაგაზე არ გვინდა პათეტიკაზე ლაპარაკი. პოლიტიკური ასე ვთქვათ სიმძიმე ამ გადაწყვეტილებისა როგორი იქნებოდა? მეორე დღესვე ცხინვალის რეგიონი შეყვანილი იქნებოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მეორე დღესვე და მესამე დღესვე ბელორუსი ისეთ პრესში გაატარებდნენ, რომ აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა აფხაზეთი და შეეყვანათ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო რესპუბლიკაში. არაფერს აღარ ვამბობ იმ შემდგომ პროვოკაციებზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკის აი ამ კორიდორს გადაკეტავდა და საერთოდ პირდაპირ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში შეგვიყვანდა რუსეთის ფედერაციასთან. აი ამას არ ერიდებიან. ეს ხო მარტივი გასათვლელია, რომ ამას გაგიკეთებენ. მაგრამ თურმე ჩვენ პრორუსული მთავრობა ვართ, იმიტომ რომ აი აქეთკენ არ წავიყვანეთ საქართველოს. ანუ ეს ზიანი არ მივაყენეთ საქართველოს, რომელ ზიანსაც რუსეთი მოგვაყენებდა. აი ეს რო არ გავაკეთეთ, პრორუსული ვართ, ამიტომ ეს რო გაგვეკეთებინა და საქართველოს რო იტყვიან მარტივად რო თქვა, ამ შარში გაყვეულიყო, მაშინ წითელ ხალიჩა გაფენილი პროევროპული ხელისუფლება ვიქნებოდით. კარგით, ეს გარე ძალებზე საუბრობთ და რუსეთთან დაპირისპირებაზე, თუმცა ამავე ანგარიში ძალიან ბევრია საუბარი რეპრესიებზე, ანუ ხელისუფლების მხრიდან დაკავებების თემაზე, ასევე იმ კანონებზე, რომელზეც მე ცალკე გკითხავთ და მაგალითად, აი, საკმაოდ მკაცრია შეფასებები ხელისუფლების მისამართით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ ახალ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით. ასეა იქ მოხსენიებული და მაგალითად ვკითხულობთ, რომ პროტესტის მონაწილეებისადმი, ვერ ვთქვი უკაცრავად, ცუდად მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდება, ფართოდ იყო გავრცელებული ანგარიშის წერის პერიოდში. აი ესეთი ფაქტებია მოყვანილი. საუბარია, რომ ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის ახალი რეპრესიული კანონები და საუბარია მანიფესტაციების და შეკრებების კანონზე და არა აი ეს ოჯახური ღირებულებები და გამჭირვალობა ის ცალკეა და მუდმივად არის საუბარი რეპრესიებზე. აი ასეთ რამებზე მაინც, როდესაც თქვენი არგუმენტები გაქვთ, პასუხობთ ხო ამ
ამ იგივე რაც ქვეყნის შიგნით დასმულ კითხვებს რატომ არ ხდება ან იმ მხარის ინფორმირება ან არ ვიცი რა გაქვთ პასუხი იმაზე რომ ყოველდღიურად რუსთაველზე აკავებენ ადამიანებს და ამას დასავლეთი აბსოლუტურ რეპრესიებად აღიქვამს აქაც რო იტყვიან ხელი ხელს ბანსო მათი საქმე ესეა მათთვის აუცილებელი არის რომ საქართველოში იყოს კანონდარღვევა წახალისებული პროვოცირებული რომ შემდგომში ეს ჩანაწერი გააკეთონ აი ამ რეპორტებში ეხლა რაც გულისხმობთ ან რომ საგანგებოდ არ ღვევენ კანონს რა თქმა უნდა ეხლა ყველას კარგად მოეხსენება რომ ეს კანონი ჩვენ არ მიგვიღია ანუ მთელ ევროპაშიც და საქართველოშიც ეს კანონი მოქმედებს რომ თუ ქუჩის გადაკვეთის აუცილებლობა არ არის ქუჩის გადაკეთვა არის კანონის დარღვევა როდესაც სპონტანურად ხდება ეს ხო გასაგებია რომ ამ შემთხვევაში კანონი რეაგირებს შედარებით რბილად ანუ თვითონ პრინციპი არ არის შეცვლილი მაგრამ როდესაც ეს ხდება მიზანმიმართული პოლიტიკა რომ ქვეყანაში მუდმივი დესტაბილიზაციის კერა შექმნა ამ სპეციალურად აი ახლა დღესაც რომ გამოვივლიდი 20 კაც აქვს გადაკეტილი ეს არის 15 წუთიანი რაღაცა რომ დაგიფიქსირონ რომ აი ეს ასე თქვა და რომ ამ რეპორტში აი ეს სიტყვები ჩაწერონ როდესაც ამას აქვს და ამერიკაში ეს აქციას მე უკვე პირდაპირ შიდა ტერორიზმს არქმევენ და პირდაპირ ბრძანება არის ანუ თქვენ გითხოთ რომ ეს პროტესტანტები შიდა ტერორისტები არიან არა შიდა ტერორისტები კი არ ვამბობ მე ვამბობ როგორ აფასებენ ამას დასავლეთში აი ესეთ ქმედებებს და რატომ არ აფასებენ ჩვენ იმის გამო რომ ეს მიზანმიმართული ვიმეორებ არააუცილებლობიდან გამომდინარე არამედ მიზანმიმართული ქმედება აღიკვეთოს მოგვიწია ამ ასე ვთქვათ სანქციის და მიმართულებით კანონის გამკაცრება ეხლა თან რა არის საინტერესო აი წამებაზე რო ლაპარაკობენ ხო აი უბრალოდ ცინიზმი არის და მეტი არაფერი როდესაც ადამიანები აი იმ რეჟიმის რომელ რეჟიმის გულშემატკივრებიც არიან რა დღე გამოიარეს იმ ათასობით პატიმარმა მათ ციხეებში რაზეც ერთხელ ხმა არ მოუღიათ და დღეს სიხარულით შედიან საპატიმროში იმიტომ იციან რომ იქ იქნება ყველა ის სტანდარტი რაც პატიმრობის დროს არის ასე ვთქვათ განსაზღვრული და მე გამოდიან გმირის ასე ვთქვათ სახით ერთი მოიყვანეთ აქ და დასვით ის ადამიანები ვისაც მათი ციხეები აქვს გამოვლილი და მე საერთოდ სად არის მორალი ეს არის ევროპული მორალი რასაც ახლა ამბობენ და წერენ ხო ეს არის უსამართლობა ამიტომ ეხლა ეს არის ესეთი შეკრული წრიარი ერთი მეორეს ასაზრდოებენ ამით ხო მაგრამ ბატონო ირაკლი ხა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რო იყო ჩამობზანებული კი რომელიც დააჯარიმეთ კიდე მან ხო პროვოკაცია ჩაიდინა ჩვეულებრივად საგარეო საქმეთა მინისტრმა პროვოკაცია მოაწყო. რას გულისხმობთ პროვოკაციაში? აი ნახეთ რას გულისხმობთ. დიპლომატია კითხვა რო დავსვამ, უბრალოდ არ ქონდა უფლება, ვთქვათ, აინტერესებდა რაღაც. იქ მდგომი ადამიანების მოსაზრებები. მივიდა და ადგილზე გაესაუბრა. თუ აინტერესებდა, რა თქმა უნდა, ამის უფლება აქვს. ეს ერთი. პირველი, მეორე, ეს უფლება მან უნდა შეათანხმოს მომწვევ ქვეყანასთან. ეს მეორე. როდესაც ოფიციალური რა თქმა უნდა, და როცა ხარ საგარეო საქმეთა მინისტრი. და უთოს-მოქმედი თავმჯდომარე ამ რანგით რა თქმა უნდა. და მესამე, როდესაც იქ მიდიხარ და კი არ აკვირდები რა ხდება, არამედ მონაწილეობას იღებ ამაში და აკეთებ მაპროვოცირებელ განცხადებას. ჩანაწერს გულისხმობთ, როდესაც რაღაც მოკლე მიმართვა გააკეთა მოკლე რაშუაშია მოკლე მიმართვა. არა, ამას გულისხმობთ. ზუსტად ის მიმართვა გააკეთა, რითაც შემდგომი პროვოცირება აი ამ ასე ვთქვათ აქციებისა, აი ამ ხელოვნური გადაკეთებისა, დესტაბილიზაციის შენარჩუნება, გაგზელებისა უნდა ეს ვთქვათ სული შთაებერა. აბა ერთი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გაბედოს, რომელიმე სხვა ქვეყნის მინისტრმა ამის გაკეთება. ბატონო ირაკლი, ვიდრე გადავალ არის შემაჯამებელმაზე, იმიტომ რომ მაინტერესებს ზოგადად მე ეს ანგარიში. ხო, აი არის იმ ორ კანონზეც საუბარი. ესეც მინდა კითხოთ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების, ნუ რაზეც აღარ დავიწყებ, ჯერ ქვეყნის შიგნითაც უამრავი პროტესტი გვახსოვს, ქვეყნის გარედან განცხადებებიც გვახსოვს, აქედან დაიწყო საერთოდ კიდევ შემდეგი ტალღა დაპირისპირების თქვენს პარტნიორებთან დასავლეთში და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა გკითხოთ, რა მისცა ამ კანონებმა საქართველოს ისეთი, რომ ამდენ
პოლიტიკის ფასად ღირდა, თუ არ ვიცი როგორ ვთქვა, მოკლედ რაც დაიმსახურა და ასევე თან იქ საუბარია, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე, რამაც მათ შეფასებით გაუარესა გამოხატვის თავისუფლება. აი რას პასუხობთ, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ NGO-ები დაიხურა, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა და ასე შემდეგ. მედიის მდგომარეობა გაუარესდა ისინი წერენ და ასე შემდეგ. NGO-ებს რო დაუბრუნდეთ, ხო? ხო, გამჭვირვალობის კანონს მოდით ჯერ ამაზე ვისაუბროთ. ანუ თქვენ გახსოვთ ხო ის პერიოდი, როდესაც საქართველოში მე მაგალითად პარლამენტში მეორე მოწვევის ამ თანამედროვე ახლა ამ ვითარებაში მეორე მოწვევის პარლამენტარი ვარ და პირველი მოწვევის დროს არც ერთი შეკრება ელემენტარულად სამუშაო თათბირები კომიტეტის ხდომაზე რო არაფერი აღარ თქვა NGO-ების გარეშე არ ტარდებოდა. ყველა კანონ პროექტის გახილვაში იღებდნენ მონაწილეობას. ხო, არასამთავრობო სექტორი იყო ჩართული, რა თქმა უნდა. რა იყო მათი მთავარი მოთხოვნა, ხო, ზოგადად რო ავიღოთ, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სრული გამჭვირვალობა. რას გულისხმობთ? ნუ აი გულისხმობ იმას, რომ არა თუ კომიტეტის ხდომა მაგალითად, სამუშაო თათბირიც კი უნდა გამჭვირვალე ყოფილიყო. აი როდესაც საჯარო, რა თქმა უნდა, და მისი ყველა გადაწყვეტილება უნდა საჯარო, სამუშაო თათბირი ხარ. თქვენ რო სარედაქციო სამუშაო თათბირი ჩაატაროთ. და ეს უნდა იყოს ყველასათვის საჯარო. ოქმი უნდა იწერებოდეს, ქვეყნდებოდეს და ასე შემდეგ, საჯაროდ. და ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, ფინანსური თუ სხვა ნებისმიერი, აბსოლუტურად საჯარო უნდა ყოფილიყო. ხო, ნუ კონტროლი მეტია ხოლმე ხელისუფლების მისამართი. ხო, კარგია. ამას ხო საქართველოს ასრულებს, ხო? ვასრულებთ ამას ჩვენ. მაგრამ მათი საქმიანობა არ შეიძლება რომ ყოფილიყო გამჭვირვალე. არც ხელისუფლებისთვის და არც ხალხისთვის. ახლა მე გეკითხებით, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ესეთი სისტემა მუშაობს? რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ნებისმიერი თეთრი თუ კაპიკი თუ ცენტი თუ ევრო ჩადებული არასამთავრობო სექტორში, მედია სექტორში, საგანმანათლებლო სექტორში გაუმჭვირვალედ ხდება, გამორიცხულია. სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა კანონმდებლობით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სპეციფიკით ეს საკითხი აქვს პირდაპირ არა თუ გამჭვირვალობის კონტროლის უცხოური გავლენის აგენტი მაშინ ამ ტერმინმა გაამწვავა ტერმინზეც იყო საუბარი თუ გახსოვთ განხილვების დროს და ითქვა კიდევაც მაშინ მამუკამდინარაძე გამოქონდა ეს საკითხები თუ ეს ტერმინია მოტი შევცვალოთ დავილაპარაკოთ ამაზე მაგრამ ტერმინზე კი არ ქონდათ პრობლემა ქონდა თვითონ გამჭვირვალობაზე ეხლა რატო ქონდათ გამჭვირვალობაზე პრობლემა იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ხო ნათელი იყო რომ ამ თანხებით ხდებოდა არა მარტო ესეთი დეკლარირებული სიკეთეების კეთება ხდებოდა სწორედ იმ პროცესების კულტივირება, მზადება და განხორციელება, რაც ჩვენ ფერადი რევოლუციების კასკადის სახით ვიხილეთ. აი ეს არის. ამიტომ ეს არის ის იარაღი, რომელი იარაღიც არ უნდათ რომ ხელიდან გაუშვა. ანუ ფარული დაფინანსების პირობებში ეს იარაღი მუშაობს. მაგრამ ღია გამჭვირვალობის პირობებში ეს იარაღი უკვე აღარ არის ეფექტური. ამიტომ ატყდა ამაზე დიდი ამბავი. ეხლა ეს ხო არ არის მარტო ჩვენი სიტყვები და ჩვენი ასე თქვა ლოგიკური ამერიკის მაგალითი, სადაც ამერიკის მაგალითი არის პირდაპირი მაგალითი, სადაც არა მარტო დახურეს და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკური განცხადებაა და სადაც ვერო სამსახური ხო რამოდენიმე განცხადებას აკეთებს რომ პირდაპირ გამოიყენებოდა ეს დაფინანსებები სხვადასხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისათვის და მათ შორის ხელისუფლებების სრულიებებისათვის. მაგრამ ეხლა ჩვენ ნახეთ რა შეასაქმე ჩვენ ვამბობთ რომ თუ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და ვართ ევროპული მისწრაფების ქვეყანა მოდით რა დავდგეთ იმ სტანდარტზე რასაც ქვია დემოკრატია, სუვერენიტეტი და ევროპული ფასეულობა. და ნუ თამაშით ორმაგი თამაშით. ევროპულ ფასეულობა და ართulis ევროპა ერთი რომ ამ მხრივ თulis რომ სიტყვის თავისუფლების თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება და ასევე არაევროპულად მიიჩნევენ ისინი მეორე კანონს რომელზეც ასევე იყო ვთქვათ ძალიან ხმაურიანი განხილვები და განცხადებებს ვისმენდით გულისხმობ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს და ანგარიში პირდაპირ წერია რომ საქართველოში LGBT პირები სულ უფრო მტულგარემოს აწყდებიან აი ამ კანონის პაკეტის საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შემდეგ და ესეც ხაზგასმულია. რას პასუხობთ ასეთ განცხადებაზე? ჯერ აი პირველ ნაწილს დაუბრუნდებით, ხო? გამჭვირვალობის? გამჭვირვალობას. რა ევალებოდა აი პირველად რო კანონი მივიღეთ არასამთავრობო სექტორს? ფინანსების გამჭვირვალობა.
წელიწადში ერთხელ ანგარიშის გამოქვეყნება, საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. აი ევროპულ ქვეყანაში უბრალოდ რომ ბანკში გერმანიაში რომ ანგარიში გახსნა, ერთ თვიანი ალბათ რო იტყვიან სერიოზული იმის გავლა მოგიწევს. ხო, უბრალოდ აი ადამიანმა რომ ანგარიში გახსნა, ხო? ისეთი ბიუროკრატია, ისეთი შემოწმება, ისეთი გადამოწმება და ასე შემდეგ, ხო? არაფერი არ იზღუდებოდა. ანუ რეალურად არავის არაფერი არ ეზღუდებოდა. უბრალოდ ხდებოდა ევროპული სტანდარტის შემოტანა გამჭვირვალობაზე, რასაც გვასწავლიდნენ, გვიჩიჩინებდნენ და მოითხოვდნენ. ოღონდ როგორც აღმოჩნდა, არა აი იმათვის, ვისაც სხვა მისია ჰქონდა თურმე დაკისრებული, გარდა აბრაზე გამოკრული კეთილი, ასე ვთქვათ, სურვილებისა. ეხლა რაც შეეხება LGBTQ პრობლემატიკას, ხო? საქართველოში ჩვენ 2014 წელს ამ ხელისუფლებამ, სხვათა შორის, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, სადაც ყველა ტიპის დისკრიმინაცია არის აკრძალული. მათ შორის ამ, ასე ვთქვათ, LGBTQ პირებისათვის. აბსოლუტურად დისკრიმინაცია არის აკრძალული. და თქვენ ხედავთ, რომ პოლიცია ესეთ საკითხებზე რეაგირებს. მაგრამ აქ მეორე საკითხი წამოვიდა. ანუ აქ უკვე ამ ფუნდამენტალური უფლების დაცვაზე კი არ არის, იმიტომ ეს ფუნდამენტალური უფლება ადამიანისა დაცულია ჩვენ ქვეყანაში. აქ არის უკვე იდეოლოგიური ნარატივი. ანუ დღეს ევროპის მემარცხენე ლიბერალურ, ასე ვთქვათ, მეინსტრიმში ეს არის გაბატონებული იდეოლოგია, რომ LGBTQ იდეოლოგია უნდა იყოს ერთგვარი იდეოლოგიური დგენელი საზოგადოებისა და ქვეყნისა. ეს იდეოლოგია არ არის ძალიან ბევრი ქვეყნისთვის მისაღები. მათ შორის მათსავე საზოგადოებაში და ხალხი პროტესტს გამოთქვას. ამიტომ ეს ერთი შეხედვით გეუბნებიან, გახსოვს ხო თქვენ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ეს მოთხოვნა სრულებითაც არ არისო ევროკავშირის მოთხოვნაო, როდესაც კითხვა დაუსვეს, მაგრამ აი აღმოჩნდა, რომ თურმე არის. და ვინც გაეცნობა. ხო, თუმცა იქ საუბარია, რომ უფლებები არ დაირღვეს და უფლებები არ ირღვეოდა. მოწოდება კანონზე. არ ირღვევა უფლება. მაგრამ თუ შენ პროვოცირებას გაუკეთებ, როგორც აი ამ გზის გადაკეთვას, რომ მოდი ისეთი რამე გავაკეთოთ, ეხლა რომ ხალხში რაღაცა აგრესია დაიბადოს, იმიტომ ხალხში სხვადასხვა ჯგუფები არის, სხვადასხვა განწყობით. შენ თუ ამის პროვოცირებას გააკეთებ, რომ ნაპერწკალი გააღვევო ამისა, რომ მე რეპორტში ჩაწერო ეს ამბავი, ეგ სხვა არის. მაგრამ არ ირღვეოდა ეს უფლება და არავისთვის ეს არ იყო, ასე ვთქვათ, რაიმე ესეთი რა შემაწუხებელი. ის საზოგადოება თუ ის ადამიანი თავის პირად ცხოვრებას და საქმიანობას ეწეოდა ისე, რომ ეს არავის საქმე არ არის. მაგრამ ის რომ ჩვენ ქვეყანას გაუხადო ეს იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, დროშად, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 2026-30 წლების სტრატეგია, რაც უნდა ევროკავშირს, რომ თან ერგოს რას გულისხმობს? ბევრ საკითხთან ერთად გულისხმობს პირდაპირ, რომ არასრულწლოვანს შეუძლია სქესის ცვლილება განახორციელოს დამოუკიდებლად. ყოველგვარი ოჯახის თუ სხვა ბარიერების გარეშე. ანუ ეს არის იდეოლოგია უკვე, რომელიც არის მაგალითად ჩემთვის როგორც ადამიანისთვის მიუღებელი იდეოლოგია. მაგრამ ჩემთვის როგორც ადამიანისთვის და მოქალაქისათვის დისკრიმინაციაც მიუღებელია. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუაურებთ ერთმანეთში ადამიანის ძირეული უფლების დაცვას, ადამიანის ჩაგვრას და დისკრიმინაციას და თავსმოხვეულ იდეოლოგიას. კარგი, თქვენ ასევე ამავე ანგარიში ხაზგასმით აღნიშნეთ, დაგიწუნეს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას რიტორიკა. და ასეთი განცხადებების გამო, ბატონო ირაკლი, ამ ანგარიში არის საუბარი, ხო, რომ რაღაც აი დეზინფორმაციაზე ვეძებ ახლა იმ ფრაზას, რომ სისტემატ არის ჩართული ხელისუფლება სისტემატურად არის ჩართული უპრეცედენტო ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრულ რიტორიკაში და ესეც ერთ-ერთ ხელი შემშლ ფაქტორად სახელდება მათთან ურთიერთობაში. აი ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები, ანუ ერთია რომ აკრიტიკებთ მათ შეფასებებს, მაგრამ მეორეა რიტორიკის თვალსაზრისით, კომუნიკაციის თვალსაზრისით, რას ცდილობს ხელისუფლება და ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები და აი ხისტი შეფასებები თქვენი მხრიდანაც კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, რაღაცის ხიდი ტყდება თქვენსა და ევროკავშირს შორის. აი არ ვიცი, იმიტომ რომ იმათ ფაქტიურად თქვენს რომ ფორმალურად ვართ ფურცელზე კანდიდატის სტატუსი გვაქვს. თუმცა კარი ღია დატოვეს. რასაც მე გესაუბრებით თქვენს, ესეც შეიძლება ანტიევროკავშირულ რიტორიკად ჩაითვალოს.
და კრემლის პროპაგანდად. ანუ ის რომ მე ობიექტურად ჩემ პოზიციას ვაფასებ, ეს არის ვიღაცისთვის ანტიევროპული რიტორიკა, ვიღაცისთვის კიდე კრემლის, რა ქვია, პუტინის იდეოლოგია თუ რაღაც ათასგვარი რაღაცები. ანუ რაშია აქ საქმე? როდესაც უკანონობას ან უსამართლობას გიკეთებენ და შენ ამაზე რეაგირებ, აი ამას ხო პირდაპირ დიალოგში რამდენჯერ ვთქვით ხო, რომ არ იყოს ერთგვარი დიქტატი, იყოს დიალოგი. არ შემოდიან დიალოგში. თუმცა დიალოგი ნიშნავს, რომ მაშინ შენი პოზიციის ანაღიარება ან გათვალისწინება მოუწევთ, რაც არ არის დღეს მათ ინტერესებში. ამიტომ იწყება, რომ ეს არის რიტორიკა, ანუ თავს რო იმართლებ, ან თავს რო იცავ, ან ტყუილს რო ამხელ, ეს არის უკვე რიტორიკა. აი ეგ მივდივართ უკვე მედიის საკითხთან. შეშფოთებული არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, ხო? ხა საინტერესოა, რატო არიან შეშფოთებულები? ხა ევროპის თქვენ ფაქტობრივად ვერ დამისახელებთ ერთ-ერთ სახელმწიფოს, სადაც ისეთი მედია მრავალფეროვნება არსებობს, როგორც საქართველოში. იქ თუ შენ აი ამ პოლიტიკურად დავარცხნილ მეინსტრიმს რომელიღაცა მედიამ გადაუხვიე, ისინი ალბათ უფრო 5 ივლისის მოვლენებს გულისხმობენ, აქციების დროს აი ნახეთ ხო დაცემი ჟურნალისტები, ამ კუთხით არის მედიის მდგომარეობაზე საუბარი თუ არა, რა თქმა უნდა. იქ 5 ივლისს რაც მოხდა, ხო? ის მოხდა ერთ ჯგუფსა და მეორე ჯგუფ შორის შეტაკება. და ნუ შემდეგ ამ აქციების დროს, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან იყო ძალის გადამეტება და რომელზეც მაგას გავამაკაჩეხლაძე. მაგასთან ხამას და ამას გულისხმობენ დიახ. და ის პირები, რომელიც ეს 22 წელი იყო, ხო, თუ ციფრი არ შემეშალოს, რიცხვი არ შემეშალოს, 5 ივლისი როცა იყო, ის პირები დააკავა. გამოძიება და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიეცნენ და სასამართლო 5 წლიანი და ასე შემდეგ მიუსაჯა იმ პირებს, ხო? ამიტომ აქ ვერ იტყვი, რომ სახელმწიფომ არ იმოქმედა და რეაგირება არ გააკეთა. ეს ერთი. მეორე, და რატომ ვამბობ ამას? ანუ წყინვალეთ იციან და აქციებსაც დაუბრუნდები. წყინვალეთ იციან, რომ საქართველოში ტელევიზიის, მაგალითად, ხა ტელევიზია ყველაზე ისეთი მათითვლება, ხომ, სუყე მედია საშუალებად. დაფუძნებას არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს. თქვენ უნდა გადაცხადი შეიტანოთ, შეიძინოთ სიხშირე და შეგიძლიათ უკვე მაუწყებლობა დაიწყოთ. დანარჩენი თქვენ ჟურნალისტურ და მატერიალურ, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ანუ ესეთი რამე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. და არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, აი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მედია, განსაკუთრებით სატელევიზიო სიმძლავრეები ეროვნული მაუწყებლობით, როგორც საქართველოში არის. ეს კარგად იციან, მაგრამ ეს არ აწყობთ სწორედ. იმიტომ, როდესაც არის მედია მრავალფეროვნება, რეალურად თურმე შეიძლება ვიღაცამ აი იმ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ნარატივს, რასაც ამკვიდრებენ და მიგაჩნია, რომ არ არის სწორი, ალტერნატიული აზრი მოისმინო. და ეს უკვე კრემლის პროპაგანდა არის, როდესაც ჩვენ ალტერნატიული აზრის მოსმენად შეგიძლია. და ბატონო, აი ამაში არის სწორედ. აი ამაში არის პრობლემა. ეხლა კიდე ერთ რამეს ვეთქვი. რაც შეეხება აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხო? არც ერთხელ, როცა აქცია არის მშვიდობიანი, ხმაურიანი თუ გენება. ხო, მაგრამ აქ გამოუძიებელ საქმეს გახსენებენ და არასდროს აქცია პოლიციას არ დაუშლია. მაგრამ როდესაც აქცია პირდაპირ გადადის ბრუტალურად დაზიანებაზე პოლიციის, სახელმწიფოს დაწესებულებებისა, პარლამენტის კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეების დაზიანებისა, კერძო საკუთრების თუ ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე, ხო? იქ პოლიცია ერთვება. და ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. და პოლიცია იყენებს ყველგან იმ ძალას, რაც კანონით აქვს მინიჭებული. მაგრამ იყო გადაცდომები, იყო გადაცდომები და ეგ იყო რამოდენიმე გადაცდომა. მაგრამ ნახერაშია საქმე არასდროს ევროკავშირს არ უთქვია, რომ ის აქციები, რასაც ძალადობრივ აქციებს ასე ვთქვათ, მათი NGO თუ მათი მხარდაჭერილი პოლიტიკური პარტიები ახორციელებდნენ, რომ ეს არ შეიძლება. ეს არასდროს არ უთქვია. თქვენ 4 ოქტომბერზეც ელოდით 4 ოქტომბერი აქცია არ ველოდით, 4 ოქტომბერი იყო. არა, დაგმობას ევროპის მხრიდან ამას თუ დაგმობა, ეს ხო პირდაპირ წაახალისეს. ევროკავშირის პრეს-სპიკერი გამოვიდა, ეს ხო არ არის რომელიღაცა დეპუტატი, ხო? მე თავს იმართლებენ ხოლმე ხა დეპუტატია და ხა დეპუტატი ზოგი ისე ამბობს, ზოგი ესე ამბობს. ხო?
ევროპარლამენტის რეზოლუციებზეც რა იქ რა ვიცი ნიკა ყველა ვინც ტელევიზიას იტაცებდა ყველა ასე ვთქვათ იმათ აყავთ გამოყვანილი ჟურნალისტად თამას გულისხმობ მედია მენეჯერად და ვინც ტელევიზიებს იტაცებდა მათ შორის ამ სტუდიას სადაც ახლა ვართ ხო აქედან გამომდინარე 4 ოქტომბერი პირდაპირ იქნა წახალისებული მხარდაჭერილი მისი განცხადებით რომელსაც მე ესე რო იტყვიან მარაოსავით მოყვა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსების მათ შორის აი ეს რომ არის ყველაზე ლიდერი სახელმწიფო გაფართოების კუთხით მოლდოვას პრეზიდენტის პირდაპირი განცხადებები. ამაზე რა თქმა უნდა ამაზე ბოდიშს არ მოიხდიან იმიტომ რომ ეს არის მათი პოლიტიკური დღესწესრიგის ნაწილი არის და ეს პოლიტიკური დღესწესრიგი როგორ დაიწყო ამაზეც ვისაუბროთ 4 ოქტომბერს გულისხმობ? არა, დიახ, 4 ოქტომბერს. ეს იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დამოკიდებულება. ნუ წინა საარჩევნოთ რაც აკეთეს, ეს რომელ ევროპულ ტრადიციაში და რომელ საერთაშორისო დიპლომატიაში თუ დემოკრატიის სახელმძღვანელოში წერია, ან გვანახონ, ან წაგვაკითხონ. მაგრამ კარგით, არაუშავს, დიდები არიან და ამბობენ რომ ჩვენ ეს გვეპატიება, რაც თქვენ არაფერი არ გეპატიებათ. ჩატარდა ეს არჩევნები, სხვათა შორის ერთი არის მნიშვნელოვანი. ჩატარდა იმ კანონების მიხედვით, ფაქტობრივად იმ კანონების მიხედვით, რასაც ოპოზიცია და ევროპა გთხოვდა. სრულად პროპორციული ელექტრონული ხმის მიცემა და ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი მიუხედავად მისი საარჩევნო შედეგებისა. და ჩვენ უყურებდით ხო ოპოზიცია როგორ ზეიმობდა გამარჯვებას და როგორ იძახდნენ წინა საარჩევნო პერიოდში რომ აქ გაყალბება გამორიცხულია. ნიკა გვარამია, კი ბატონო, მთელი სატელევიზიო ისინი ქონდა ხო? დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ოდირი და OBS-ი აკვირდებოდა ხო? უკაცრავად ხო? ეუთო ოდირი აკვირდებოდა ხო? და დასკვნაც დადეს პირველივე წუთებშიც და შემდგომ წერილობითაც. რა ქნეს ამ დასკვნაზე? ხო აცხადებდნენ რომ მათი დასკვნა იქნება ჩვენთვის სამოქმედო, ასე ვთქვათ, ხო, თუმცა ეხლა რომ ეუთოდირი არ იყო, მაგასაც მოგახსენე. დრო გვაქვს ცოტა და ჩქარო მოვასწრო. ამიტომ მათ ის კი არ ათქვეს რომ მივესალმებით საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს და მოუწოდებთ ყველა მხარეს ამ არჩევნების შედეგები პატივისცემა თავის ამორჩევლებს და იმუშაონ ერთად კონსენსუსის და შემდგომი პირიქით ან თქვენ თვითონ წაახალისეს ბოიკოტი? წაახალისეს ბოიკოტი, რა თქმა უნდა, წაახალისეს ბოიკოტი. პირდაპირ გამოვიდა მაშინ საქართველოს პრეზიდენტი და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. და ეს პრეზიდენტი დაყავდათ კარ და კარ. კი, მას დღემდე ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებენ ოპოზიციის. ეს დაიწყეს მაშინ და 4 ოქტომბერი იყო ბოლო შანსი. და ეს დასკვნა, ეს დასკვნა, რომელიც სამარცხვინოა რეალურად, ხო? არის სწორედ ის aftershock დამარცხებულ ჩავარდნილ სახელმწიფოში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლებაზე ზემოქმედების დამარცხების გამო არის შურისძიება. და რა მითხარით, იცით, აი ბოლო კითხვა ეს მინდა კითხოთ, რა ელოდება მაშინ თქვენი შეფასებით ევროკავშირი და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან და ამას რატომ გეკითხებით, ხო, რომ იგივე ევროკავშირის ელჩმაც ამ მაშინ ევროკომისიაში ითქვა, რომ კარი რჩება ღია, რომ ევროპის კარი არის ღია, თუ კი, ანუ რჩება იმ პირობით, თუ კი ხელისუფლება გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს. აი რას ნიშნავს ეს აუცილებელი ნაბიჯები და თუ კი ამას არ გადადგამს ხელისუფლება, რა შეიძლება მივიღოთ? ანუ ფიქრობთ რომ შეიძლება შედეგი მოყვეს ამ ანგარიშში ის რომ თქვა კანდიდატის სტატუსი ჩამოგვერთვას. ასეთი რამე შეიძლება, რადგან იქ ითქვა რომ მხოლოდ ფურცელზე დავრჩით. მოკლედ რა ნაბიჯებს ელის ევროკომისია ან რა არის თქვენი სტრატეგია იმისთვის რომ თანაცხადებთ რომ ევროპულ გზას არ გადაუხოთ და გრძელდება ეს გზა და თან ევროპის მხრიდან ნუ რაღაც ხედავთ მსგავს ანგარიშებს. აი ეს ჩვენ ახლა ორ ცეცხლს შუა ვართ, ხო? დიახ. ერთი არ გვინდა რომ ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის და პირდაპირ ომის პირობებში ჩვენ გვახვდეთ რუსეთთან პირდაპირ შეჯახების მსხვერპლი, ხო? იმიტომ რომ პრორუსული მთავრობა ვართ და არ გვინდა რომ რუსეთმა დაგვიპყროს საოკუპაციო რეჟიმი, საოკუპაციო რეჟიმმა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ ასე ვთქვათ, რუსულმა მთავრობამ არ გვინდა რომ რუსეთმა დაგვიპყროს რა. ესეთი ასე ვთქვათ ოქსიმირონებთან გვაქვს საქმე. ეს ერთი. და მეორე, ვამბობთ რომ გვინდა ეს ევროპა.
ხო, მაგრამ გავაკეთეთ. თუ კი ევროპა გეუბნებათ, რომ ასეც არ მიგიღებთ. ხო, მაგრამ ჩვენ ახერას ვამბობთ, ჩვენ ახერას ვამბობთ, ჩვენ გვინდა ევროპა რეალური ფასეულობებით. და ჩვენ გვინდა ევროპა დიალოგით და არა დირექტივებით. იმიტომ რომ როდესაც შემოხვალ დიალოგში, მაშინ ესეთ დასკვნას ვეღარ დაწერთ. ხო და როგორ უნდა შემოვიდნენ დიალოგში? ამას ხელისუფლება რა უნდა გააკეთოს? ნახეთ რა შეასაქმე. ეს ადვილად არ მოხდება. იმიტომ რომ ეხა გარკვეული გაჯიუტებაა იქიდანაც ამხელა ის ბრიუსელი ვართ, ამხელა ისა ვართ და ამ ერთმა პატარა საქართველოს მაგი დაგვიყვირავა. ანუ ეს ჩვენი გეოპოლიტიკური დაათოლები რო იქ რუსეთთან როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, იქ ისე აქ ესე, აქ ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო მართვადი და იგივე სასამართლო რატო ჭირდებათ? ჩვენ ხო ხედავთ არა, რატო ჭირდებათ? არჩევნების ბაი ყველაზე მარტივად. რუმინეთის არჩევნები. გაიმარჯვა კაცმა არჩევნებში და უთხრეს სოციალურ ქსელში მაგარი აქტივობა ქონდაო და გაუქმეს არჩევნები. აი რატო ჭირდებათ ეს ვეტინგი და რაღაცა? მეტი კი არაფრისთვის. თორე ახლა მეზობელს რო ეჩხუბება იმის გასარჩევად კი არ ჭირდება. ეს მესმის რო ხდებით მე მინდა დავიდე ხო როგორ მივუყვებით მაშინ ევროპულ გზას. ანუ როგორ, ნახეთ როგორ. პირველ რიგში ეს მარტივად არ მოხდება. მაგრამ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ მზაობას. და ვამბობთ რომ უკან არ ვიხევთ. ჩვენ ხედავთ რომ აუცილებლობა არის საქართველოსში როგორც ევროპასა და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გზის. ეს ერთი, რომელიც არ გაქრება. ეს მოცემულობა დარჩება. ჩვენ ადრე თუ გვიან ღმერთმა ინებოს და რა ვიცი, დამთავრდეს ეს ომი უკრაინაში. ამით ეს მწვავე გეოპოლიტიკური საჭიროება საქართველოს ამ გაგებით გამოყენების, ამიტომ პირდაპირ წერია, ხო? ეხლა არავინ არ გეტყვის ესე ტელევიზორში რომ წადი იომეო, მაგრამ პირდაპირ გვეუბნებიან, ხო, რატო სანქციებს არ უწესებო? არც ერთი ქვეყნისთვის გარე მოთხოვნით ევროკავშირს სანქციებს რატო არ უწევს? სხვასო არავისთვის არ ჩაუწერიათ, საქართველოს ჩაუწერეს, ხო? აღარ მოყვები ახლა კიდე როგორ გვაკეთებენ და არა დროც აღარ გვაკამტუბე შევჯამდეთ და ამიტომ ეს წნეხიც მოიხსნება. თვითონ ევროპის შიგნით საზოგადოების განწყობებიც იცვლება, რომელიც ბევრ ქვეყანაში უკვე არჩევნებში ხელისუფლების ცვლილებებშიც გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მათი გაგებაც მოვა იმისა, რომ ეს ძალადობრივი მოპყრობა პოლიტიკური ველის შეცვლისა თუ ზემოქმედებისა კონტრპროდუქტიული არის. ამ ურთიერთობებისათვის და აი ეს რამოდენიმე ფაქტორი ერთად დადგება, რომელიც ამის საშუალებას მოგცემს. თან მეორე არის ძალიან ძნელი არის, როდესაც არსებობს რეალურად ქვეყანა, რომლის ეკონომიკა იზრდება, რომელიც განვითარების ეკონომიკური ნაწილზე ერთ-ერთი პოზიტიური ნაწილი ამ ამან არის, რომ ეს ძალიან ციფრებთან არის დაკავშირებული და რთულია ამ სტატისტიკის ესე გადაკეთება. და ადვილია აღქმებზე დამყარებული მისივე NGO-ს მიწერილის კოპირებით გადატანა რეზოლუციაში. ამიტომ ეს უნდა მოხდეს და ეს პროცესი მოხდება საბოლოო ჯამში. ანუ ის გეგმა რომ 28-30 წელს საქართველოს დაგიქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლების თავარ გეგმა დარჩება. ერთი ვიცოდეთ რომ რა თქმა უნდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური პირობა, ხო? თანამედროვე სამყაროსი და არა მარტო ევროკავშირისა. მაგრამ ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა არის ეკონომიკური, სოციალური და მართლობითი სტრუქტურების მზაობა. აი ამ მიმართულებით საქართველოს რეალურად ყველაზე მეტი პროგრესია. ამიტომ ვიმეორებ, პოლიტიკა ცვალებადია. დღეს ესია, ხვალ სხვანაირად იქნება და ჩვენი გეგმები ამ კუთხით არ იცვლება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს, ბატონო ირაკლი. ირაკლი ქადაგიშვილი იყო ღამის კურიერის სტუმარი ქართული ოცნებიდან. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით.